მოგესალმებით. ციანიდის საქმეზე გამოძიება დასრულდა. დეკანოს გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. ის ანგარების მიზნით არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველ საყოფად ციანიდით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. ასეთია პროკურატურის დასკვნა. დეკანოს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ესაა რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ზუსტად 8 დღის წინ ნეტგაზეთმა მოიპოვა კადრები, როგორ ხდებოდა საიდუმლოდ ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რაზე ისაუბრეს პრემიერმა კვირიკაშვილმა და მეუფე დიმიტრიმ და შემთხვევით დაემთხვა თუ არა ამ საიდუმლო შეხვედრიდან უმოკლეს ვადაში დეკანოზისთვის დამძიმებული ბრალის წაყენება. ხელისუფლება, ეკლესია, პოლიტიკურ, რელიგიურ, კრიმინალური გაკვეთილები და ამ ხელა სკანდალის შემდეგ ჯერჯერობით დაკავებული მხოლოდ ერთი პიროვნება. საპატრიარქოს გამოძიებასთან შეკითხვები არ აქვს. გიორგი მამალაძეს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალი დამძიმდა, გამოძიება დასრულდა. პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ანგარების მიზნით. ასეთია გამოძიების დასკვნა. გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალი სასჯელის სახით ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. რატომ დაემთხვა ბრალის დამძიმება გიორგი კვირიკაშვილის და მეუფე დიმიტრის შეხვედრას? რა უნდოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს 19 აპრილის ღამის საათებში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსთან ზუსტად 8 დღის წინ გიორგი კვირიკაშვილის და მეუფე დიმიტრის შეხვედრა ღამის 11 საათზე შედგა. უკავშირდებოდა თუ არა ეს საიდუმლო შეხვედრა დეკანოს გიორგი მამალაძის საქმეს? შემთხვევითი დამტყევაა თუ არა, რომ სწორედ მეუფესთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ დაუმძიმდა ბრალი დეკანოს მამალაძეს? უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ყველამ უდიდესი უდიდურება ავიცილეთ თავიდან. აკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული. ეკლესიის წინააღმდეგ ერაგული თავდასხმა. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ყველანაირად დობას უცხადებ გამოძიებას. გაჩერდა თუ არა გამოძიება მხოლოდ გიორგი მამალაძეზე? იცის თუ არა პროკურატურამ მისგან შეიძინა მან ციანიდი? თუ მკვლელობას გეგმავდა, მარტო მოქმედებდა თუ არა? დანაშაულს აბრალებენ თუ თავად ვიაფარებს ხელს სხვა უფრო მაღალი რანგის პირებს, თუნდაც სასულიერო წრეში? თავარი შეკითხვები და დამძიმებული ბრალის დეტალები დღეს რეაქციაში. გამოძიება გვეუბნება, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას დეკანოზი კარიერული წინსვლისთვის გეგმავდა. შორენა თეთრუაშვილი არანაირი თანამდებობა არ გააჩნია, რომ წვითავდეს ვინ სად რომელ თანამდებობაზე უნდა დანიშნოს. ეს არ მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის პრეროგატივა. რამოდენიმე პირის მიმართ შესაძლებელი იყო დამდგარიყო მძიმე შედეგი. სკანდალური საქმის სასამართლო 5 მაისს ჩაინიშნა. დამძიმებული ბრალი პროკურატურამ გიორგი მამალაძეს მატროსოვზე წარუდგინა. ის დანაშაულს ამ წუთამდე არ აღიარებს. წავა თუ არა დეკანოზი მინიმუმ 16 წლის ციხეში. ყველა კითხვა ციანიდის საქმეზე პირდაპირ ეთერში. დღეს საღამოს 8-ზე საქმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის აღკვეთაზე განცხადებები დაიწყო და რომელიც შორენა თეთრუაშვილზე გაჩერდა. სკანდალური საქმის სასამართლო 5 მაისს ჩაინიშნა. რა სიტყვის დეკანოზი ამ სასამართლოზე, რომელსაც სრულიად ქვეყანა ელოდება? გაჩერდება თუ არა გამოძიება მხოლოდ გიორგი მამალაძეზე? აიღებს თავის თავზე ამ მძიმე დანაშაულს თუ ასე ვთქვათ დაასახელებს იმ ადამიანებს, ეს პატრიარქობისთვის ბრძოლის კონტექსტში ხდებოდა ეს დაგეგმვა? რა თქმა უნდა, ეს იყო გარკვეულწილად კი არა, პირველ რიგში რა თქმა უნდა უკავშირდება ამას. ჩვენი ინტერაქტივი მინდა გაგაცნოთ, რომელსაც წარმოგიდგენთ კომპანია Global Selling. ჯერა თუ არა ციანიდის საქმის ოფიციალური ვერსიის, რომელიც გუშინ მოგვაწოდა პროკურატურამ. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქმე გვაქვს ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რომ დეკანოს გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტთან შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ის საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პროკურატურის ვერსიით თანამდებობიდან გათავისუფლება დეკანოს
დეკანოზმა შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირა და განიზრახა მისი მკვლელობა მომწამლელი ნივთიერების გამოყენებით. 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად და უმოკლეს ვადაში შეიძინა მომწამლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დაკავებული იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ფარულად შენახული მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აი ესაა გამოძიების დასკვნა. თავად დაკავებული დეკანოზი, როგორც უკვე გითხარით, ბრალს ამ წუთამდე არ აღიარებს. საინტერესოა ისიც შემთხვევითია თუ არა, რომ ბრალის დამძიმება დაემთხვა მეუფე დიმიტრისა და პრემიერ კვირიკაშვილის საიდუმლო შეხვედრას 8 დღის წინ ღამის საათებში, რომელიც ნეტგაზეთმა გადაიღო. საინტერესოა ასევე ის, მარტო მოქმედებდა თუ არა დეკანოზი, თუ ის მკვლელობას გეგმავდა. გამოძიება მხოლოდ მასზე გაჩერდება თუ არა და ასევე თავად რა სიტყვის სასამართლოზე, რომელიც 5 მაისისთვის ჩაინიშნა. ვის დაადებს ხელს? არანაკლებ საინტერესოა, როცა მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ამბობდა თავიდანვე, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. შეგახსენებთ, ის იყო პროკურატურის მთავარი მოწმე. და ეს მოწმე ამბობდა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. ისევე როგორც ხელისუფლება ამბობდა, რომ სახელმწიფო გადაურჩა დიდ საფრთხეს და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას. დღეს გამოძიების დასრულების შემდეგ შორენა თეთრუაშვილის დასახელება მკვლელობის ობიექტად აგდებს თუ არა უხერხულ სიტუაციაში მინიმუმ მთავარ პროკურორს ან პრემიერ-მინისტრს. ვიცით, რომ დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელთანაც მეგობრობდა დაკავებული დეკანოზი მამალაძე. რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას? საინტერესოა. მოკლედ 21 საუკუნის ყველაზე სკანდალური საქმის დეტალები. ეს არის რეაქცია და დავიწყოთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება, როგორც უკვე ვთქვი, პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ეს იყო პატრიარქის დაგეგმილი მკვლელობა. აუდიტორიაში მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, საინტერესოა რას გვეტყვიან ისინი, მაგალითად ეკა ლომიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი, რომელიც დაკავების შემდეგ შეხვდა და პირადად ესაუბრა ციხეში დეკანოზ მამალაძეს, ასევე ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. სტუდიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი. საინტერესოა რა სიტყვის ადვოკატი, მას შემდეგ რაც ბრალი დაუმძიმა პროკურატურამ რა კომენტარს აკეთებს დაკავებული დეკანოზი. მიაძოიძე, ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი და კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი და ასევე იურისტი, სამართალმცოდნე. მადლობა ბატონო კახა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მაგიდის აქეთა მხარეს კი ვთხოვ ნანა კაკაბაძეს, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო დეტალებზე უნდა ვისაუბროთ. მე ბევრი სტუმარი არ მოვიწვი ეს საგანგებოდ, გთხოვთ ქალბატონო ნანა, იმიტომ რომ ბრალი დამძიმდა გამოძიებამ, უკვე დაასრულა გამოძიება. ამიტომ ჩვენ დღეს ამ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ, ეხლა კიდევ შემოვიყვან სტუდიაში ჩვენ სტუმრებს, უნდა მოусმინოთ ამ დეტალებზე, უნდა ვასაუბროთ და უნდა გავაკეთოთ თავადვე დასკვნა. ედიშერ ქარჩავა, ის არის საპატრიარქოს იურისტი, ადვოკატი. მადლობა ბატონო ედიშერ, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ლალი აფციაური, ადვოკატი, იურისტი. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გთხოვ დაბრძანდეთ, ვიდრე ირაკლი მამალაძესთან დავიწყებ შეკითხვას, დავსვამ უფრო სწორედ პირველ შეკითხვას, მინდა ადვოკატებისგან მივიღო პირველი კომენტარი. რა რეაქცია ჰქონდა დაკავებულ დეკანოს პროკურატურის მიერ დამძიმებული ბრალის წარდგენის შემდეგ, თუ ჰქონდათ მასთან გუშინდელს შემდეგ საუბარი?
პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. რაც შეეხება დეკანოზის განწყობას, ის პირველი დღიდან დღემდე არის ამ სიტყვის სრული პასუხისმგებლობით თქვა საბრძოლო განწყობაზე. ის ასე ვთქვათ იმ ბრალის დამძიმებას ნამდვილად არ შეუჩინებია და დაამერწმუნე და სასამართლოში დამტკიცება კიდევაც ის საკუთარ უდანაშაულებას აუცილებლად დაამტკიცებს. ბრალის დამტკიცების შემდეგ, დამძიმების შემდეგაც იგი არ აღიარებს ამ წარდგენილ ბრალს. და გითხრათ ქალბატონო ინგა, მე რა თქმა უნდა პროკურატურის მოქმედებას არ ვამსუბუქე, მაგრამ ზოგადად ეს უფრო იყო ბრალის დაზუსტება. ანუ რაში გამოიხატება მას ანგარებით ბრალის შინაარსობრივ მხარეში თავიდანვე მოხსენიებული ჰქონდა. ეს ამ სიტყვის კვალიფიკაცია მოხდა მუხში, თორე ანგარება სიტყვა თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აქ თავარი სხვა რაღაცაა, როგორც თავიდან ისევე ეხლაც დამთავრდა სამთვიანი გამოძიება. გამოსაძიებელი თუ რაიმე ქონათ მათ უნდა გამოეძებიათ, დამთავრდა ისე რომ პირველი ანგარების ვერანაირი მოტივი სასაქმეში არ არის. დამთავრდა საქმე ისე რომ რასაც 3 თვის განმავლობაში ვიძახდი რომ ვერ ნახავენ ვერანაირი პიროვნებას ვისგანაც სიანიდის შესაძლებელი ადამიანი შეესყიდა. დამთავრდებოდა ეს საქმე ისე რომ ირაკლი მამალაძის გარდა ამ საქმეში მოწმე არ იქნებოდა მიუხედავად 70 ადამიანი არის დაკითხული და აქვე გეტყვი რომ ირაკლი მამალაძის მოწმე ცალკე საკითხავია რამდენად გამოდგება და თუნდაც იქიდან ავიღოთ რომ პირველში ის საკუთარი ჩვენებას მხოლოდ პირად ვარაუდებზე აგებს, მეორე მისი არა ის არა საკუთარ ჩვენებას პირად ვარაუდებზე, მოდით ვიყოთ ეხლა ობიექტურები, იქ ჩვენ ვიხილეთ გამოქვეყნებული არასრულად რასაკვირველია, მაგრამ ფარული ჩანაწერი. არა, ჩვენებას გულისხმობ, ირაკლი მამალაძის ჩვენება, ის ამას რომ მე ვფიქრობ, ესე მიმაჩნია. თან საინტერესო ის არის რომ მისი 6-ვე ჩვენება ერთმანეთის საპირისპიროა და იცვლებოდა იმის და მიხედვით რაც გამოძიება სჭირდებოდა და საერთოდ მე არავისი წენასწარ პატიმრობას და არანაირი პატიმრობას არ ვიტყვი, პირიქით ადვოკატი ვარ და მით უმეტეს ირაკლი უფლებასაც დავიცავ თუ საჭირო გახდა, მაგრამ ამდენი ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენების მისაცემად შესაძლებელია წმინდა იურიდიულად რო ავიღოთ მისი პასუხისმგებლობის კითხვის ნიშანი შეიძლება დადგეს და პლუს ამას დამერწმუნეთ ქალბატონო ინგა, მე საქმეში მაქვს ჩადებული სპეციალურად მისი თითქმის ყველა გამოსვლა და რატო? მისი ყველა საჯარო გამოსვლა აცდენილია მის ჩვენებებს. ანუ ირაკლი მამალაძეზე გავსაუბრებ. მე ასეთი რეჟიმი მინდა დღეს შემოგთავაზოთ მუშაობის პირობა მაქვს მიცემული ირაკლი მამალაძისთვის, რომ მე მას დებატში არ შევიყვან, მაგრამ ის იქნება მთელი გადაცემის განმავლობაში ჩვენთან და მას მერე რაც მე მას დაუსვავ შეკითხვებს, თუ სურვილი გაუჩნდება, იგი გააკეთებს კიდეც კომენტარს. ვიდრე ირაკლის ჩავთავ პირდაპირ ეთერში და თქვენთან გადმოვალ შეკითხვებით, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დამიკონკრეტეთ და დამიზუსტეთ თქვენ გუშინდელს შემდეგ მას მერე რაც მატროსოვზე დეკანოს წაუყენეს დამძიმებული ბრალი, რა გითხრათ მან? რა პოზიცია აქვს მას? რამის თქმას ის აპირებს 5 მაისს ჩანიშნულ სასამართლოზე? ელოდება სრულიად ქვეყანა ამ სასამართლოს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ის როგორც გითხარით, პირველ რიგში თვითონ გაეცნო ამ ბრალს და მისი გაცნობა დაფიქსირებული ამაზე, ამიტომ მისი ეს გუშინ წინ მოხდა და შესაბამისად ის 2 დღე ამ ბრალის ფორმულებას იცნობს, მე დღესაც ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ მისი პოზიცია არის ერთი, ის არის უდანაშაულო, მას დაუპირისპირდა სისტემა, თუ რომ სასამართლოში იმას კი არ იტყვის, რომ ვინმე შესაძლებელია მოიტყუოს, რომ დამაბრალა, რასაც პროკურატურა არაერთხელ შესთავაზა, პირდაპირ გეტყვი და უთხრა პროკურატურამ საერთოდ ეს ისეთი შეთავაზება არ ხდება, რომ ფაქტები დატოვოს პროკურატურამ, არა დაკითხვებისას ორჯერ იყო მინიშნება, რომ მას გარეთ გამოუშვებდნენ, მაგრამ დამიჯერეთ მამა გიორგი მამალაძე არ არის ის პიროვნება, იმის გამო რომ ვიღაცას ხელი შეახოცოს ამ სიტყვის პირდაპირ ის გარეთ გამოუშვებდნენ თუ რა პირობა რა იყო პროკურატურამ რა უთხრა რისანაც გამოუშვებდნენ ესეთი პირდაპირ ფორმულება არ იყო მინიშნება იყო ანუ მის პროკურატურის ვერსიას თუ წაყვებოდა ის ასე ვთქვათ ის სამართლებრივად რამდენად მოხდებოდა ცალკე თემაა თორე არათუ საპროცესოდ განრიდებაზე იყო პროკურატურის ვერსია რა იყო მითხარით გიორგი და ირაკლისთან გადავალ მე ჩართვაზე მოусმენ და შემდეგ უკვე გავშალოთ მაგიდასთან და აუდიტორიასთან საუბარი პროკურატურის ვერსია რა იყო მე შესავალში შემთხვევით არ გამიხსენებია პირველ დღეებში გაკეთებული განცხადებები შოთაძის პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის და შემთხვევით არ დავსვი ის კითხვა რომ მინიმუმ უხერხულ სიტუაციაში ხომ არ აგდებს ეს დამძიმებული ბრალი სადაც აღმოჩნდა რომ თურმე შორენა თეთრუაშვილზე არის საუბარი და არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე რა იყო პროკურატურის ვერსია ანუ რაზე უნდა ძალიან საინტერესო მიმართულება მიიცით თქვენ და მე არ მივეცი აი ყველა მის კითხვას ესე
რო ვთქვა და ჩემი სათქმელის ნაწილობრივ თქვი პროკურატურის ვერსია რაც იყო რომ გადარჩა სახელმწიფო დიახ ამაში უნდა წაყოლოდა დეკანოზი მოდით ირაკლი მამალაძეს ჩავთავ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მადლობა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას როგორც უკვე თქვი ჩვენი ინტერვიუს შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება ნებისმიერ მომენტში გადაცემის მსვლელობისას ასევე კიდევ ჩაგვერთოთ და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მე პირველი ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ როდესაც რეაქცია გავიდა ეთერში ჩემი პირველი სტუმარი იყავით თქვენ მაშინ მითხარით პირდაპირ ეთერშიც ჩაწერის დროსაც რომ საქმე ეხებოდა პატრიარქის დაგეგმილ მკვლელობას მოდით რა გავხსნათ ეხლა ყველა ბრჭყალი და პირდაპირ თქვათ ეხლაც ანონსში მე არქივიდან ჩავსვი სადაც შენ საუბრობ რომ საქმე ეხებოდა პატრიარქს და არა სხვას ვინმეს დღეს როცა ჩვენ პროკურატურამ დაგვიდო აი ეს დასკვნა მე აქ მაქვს დეტალურად შემდეგ სტუმრებთან ერთად უნდა ვისაუბრო რა სიტყვი ეს არის ის დასკვნა რომელზეც შენ თავარი მოწმე საუბრობდი იგა მოგესალმები სტუდიაში მყოფ ადამიანებს დიახ ნამდვილად მე გუწმელად შემიძლია გითხრათ რომ მე მხოლოდ მას შემდეგ წავედი პროკურატურაში და მივაწოდე მათ ინფორმაცია რაც მამა გიორგიმ 2 იანვარს იმ დღეს როცა პატრიარქი გაფრინდა ბერლინში დამირეკა და დაჩქარებული წესით მთხოვად ციანიდი ეს იყო შოკი ჩემთვის რა თქმა უნდა და საქმე ეხებოდა პატრიარქს მერწმუნეთ მე მას სხვა ფორმით რო ეთხოვა ან სხვა ვითარებაში ეს ნივთიერება შესაძლოა აი უხეშად ვიტყვი ძალიან უხეშად რაღაცა შეურაცხყოფა მიმეყენებინა და გამეწყვიტა მასთან კონტაქტი მაგრამ რახან დავდექი მოცემულობის წინაშე რომ მირეკავს მამა გიორგი ორში დაახლოებით პირველ საათზე თუ არ ვწდები და მეუნება რომ დღესდილით პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში და სასწრაფოდ მესაჭიროება ეს ნივთიერება და როგორ მე მომაწოდე ეს ჩანაწერშიც ჩანს აი ეს იყო ამომავალი წერტილი იმის რომ მე მივსულიყავი პროკურატურაში დიახ მე მაშინ თქვი და დავაფიქსირე რომ დანაშაული იგეგმებოდა მაღალი იერარქიის წინააღმდეგ და პატრიარქის შენ დააკონკრეტე მაშინ პატრიარქის წინააღმდეგ ესე წერია არა უბრალოდ ესე არის ფორმულირება მაღალი იერარქიის ან პატრიარქის წინააღმდეგ აი ესე ან პატრიარქის ან მაღალი იერარქიის როგორც გინდათ ისე გაიგეთ და როცა იგა ასე ვთქვათ თქვენ მეკითხებით პროკურატურის დადგენილებაზე რომელიც გამოქვეყნდა იქ ბოლოში გარკვევით წერია რომ ჯგუფთან დაკავშირებით საქმე მიმდინარეობს გამოიყო და არ არის გამორიცხული რომ ასე ვთქვათ გამოძიებამ სხვა ვერსიაზეც გავიდეს ხო გამოძიება არ ჩერდება მხოლოდ მამა გიორგიზე ეს იმედის მომცემია რა თქმა უნდა ასევე ნივთიერება რომელიც იქნა ამოღებული არ არის მხოლოდ ვთქვათ ერთი ადამიანის მოსაწამლად განკუთვნილი ამით შეეძლოთ რამდენიმე ადამიანის მოწამლა ნუ ამას რო თავი დავანებოთ ის რაც გამოძიებამ დღეს დადო და რაც მე წავიკითხე და ალბათ რაც შენ წაიკითხე ძალიან ბევრი პროცედურა არის ჩატარებული 500-მდე მეტი რაღაცა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება 70-მდე დაკითხული მოწმე 20-მდე ჭხრეკა ამოღება 100-მდე დათვალიერება ეს არის პროკურატურის მიერ მოწოდებული ძალიან დიდი საქმეა ძალიან დიდი საქმეა და თქვენ გაგახსენეთ ამ ადვოკატების თავიდან როგორც საუბრობდნენ რომ ეს არაფერი არ არის არანაირი საქმე არ არის ძალიან ესე აგდებით ტონში მოიხსენებდნენ შემდეგ დაფიქრდნენ და თქვენ რომ ძალიან ძიმე საქმეა ძალიან ბევრია სამუშაო თავიდანვე შეპირდნენ საზოგადოებას რომ პროკურატურამ უნდა გაიტანოს ულარი თქვა საერთოდ ბრალდებას და უკვე უნდა წაიღოს და დღეს იქამდე მიიყვანა აი ამ ადვოკატებმა საქმე რომ მამა გიორგის ემუქრება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აი ამ ადვოკატების დამსახურებით მე თუ მკითხავ და მათი კვალიფიკაციის და მე რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს მსხვერპლი ადვოკატების მე პირდაპირ გეტყვით ესენი არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგის შემოუძახონ და გაამხნევონ და ნუ გეშინია რაღაცა სოციალურ ქსელში შენზე ეს დაიწერა მხარს გიჭერენ ასე შენ მე სხვა ვერაფერს ადვოკატებს თავი დავანებო და პირდაპირ ის არა შეკითხვებზე რომ ვერსია რომელიც შემოგთავაზა ადვოკატებმა ციანითა დაკავშირებით რომ ოქრომ ჭედელი გაიხსენეთ რაში ჭირდებოდა 800 გრამი ციანიდი რა შეიძლება დაჭირდეს ოქრომ ჭედელს გამაგებინეთ ან გრამებზე იყო საუბარი ჩანაწერში ან უნდოდა 1 გრამიდან 3 გრამამდე მამა გიორგის
შემდეგ შეიცვალა ოქრომჭედელიდან გადავიდნენ შორენა თეთრუაშვილზე. აი ეს ვერსიები, რომელიც მათ შესთავაზეს გამოძიებას, აბსოლუტურად მისცეს პროკურატურას სრული კარგ-ბლანში, რომ დაედოთ ის დასკვნა, რომელიც დადეს შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით და თუ ვიმეს ისინი პირველ რიგში თავის უნდა ადანაშაულებდნენ იმაშიც, სადამდეც მიიყვანეს ეს საქმე. ირაკლი, ერთი კითხვა თუ შეიძლება. საქმე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის ჩაოხრებული საქმე, ბატონი რამიშვილი და ბატონი აი მადროგიზით გიორგის გვარი არ მახსოვს, აი მათ მიერ გაფუჭებული საქმე. თუ არ ჩაუდენია ადამიანს დაუშვა დანაშაული, რასაც ამ წუთამდე ადვოკატი პირდაპირ ეთერში საუბრობდა და რასაც ამბობს დაკავებული დეკანოზი, ამ შემთხვევაში სადამდე უნდა მieყვანათ საქმე. მე კიდევ ერთხელ მინდა შენთან ერთად გავიხსენო, რომ თავიდან პრემიერ-მინისტრიან, მთავარი პროკურორიანად ყველა საუბრობდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე. შენ როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე და არა მხოლოდ შენ, მაგრამ შენ როგორც მთავარი მოწმე საუბრობდი პატრიარქზე. დღეს რომელ ვერსიას უნდა მიყვეს ახლა ჩვენი მაყურებელი, რომელიც სამი თვეა ამ ყველაფერს ადევნებს თვალყურს. პატრიარქზე საუბრობდით, გაჩერდა შორენა თეთრუაშვილს. ინგა, რეალურად ხო ხედავთ, რომ მამა გიორგი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს? ხედავთ ხო ამას, რომ აბსოლუტურად მისი ჩვენებები აცდენილია დროში, სივრცეში და რა ვიცი, აი სრულიად შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ შორენა თეთრუაშვილი ითხოვდა ციანიც. თუ ადვოკატებს ყავთ ერთი ადამიანი, ვინც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ თეთრუაშვილი ითხოვდა ციანიც, მეც გავყვები ამ ვერსიას. კარგით, მე ვკითხავ მათ მოგვიანები, თუ გინდა ეხლავე ვკითხავ და გავაგრძელოთ შემდეგ საუბარი. მოდით მაშინ ირაკლი, ერთი წუთით. მე დებატზე არ შემყავხართ ერთმანეთთან, უბრალოდ რადგან ეს კითხვა დასვით, მოდით ვკითხავ პირდაპირ გიორგი ფანცულაიას ან ნიაზოიძეს, რომელსაც სურს პასუხი გაგვცეს. ბატონო გიორგი, მე მითხარი დასვა უკვე კითხვა და მე ირაკლი ისევ დაგიბრუნდები, შემდეგ მაგიდასთან გადმოვინაცვლებ. დიახ. მე გეპასუხებთ მარტივად. თუ ვინ დაადასტურებს ამას მამა გიორგი მამალაძეს მიერ მიცემულ ჩვენებას გავიგებთ სასამართლო პროცესზე. მაშინ როცა მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროკურატურამ დააშინა და არ მოგცა უფლება გამოგვეკითხა, ის ადამიანები, ვინც შესაძლოა დაადასტუროს სასამართლო პროცესებზე, შესაბამისად მე წინასწარ ნამდვილად არ ვიტყვი. ანუ აპირებთ, არიან ესეთი ადამიანები? სიურპრიზი იქნება თქვენი მხრიდან? მე ვფიქრობ, რომ არის იმის შესაძლებლობა იმ ადამიანება, თუ ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ. ანუ ბატონო ირაკლი, მე გინდა თქვათ, რომ ეხლა განვაცხადო სავარაუდო ვერსიები, რომ მე მომდენო სამი თვე იმ ადამიანებზე ისეთივე ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს, როგორც შეიძლება პირველივე დღეს დამასახელეთ ბატონო გიორგი, პირველივე დღეს გამოდით და თქვით, რომ მე ვიყავი მთავარი მოწმე ახლა და რა ხელს გიშლით ის პირდაპირ თქვით არსებობს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ შორენა თეთრუაშვილი ითხოვდა არსებობს თუ არ არსებობს. მე თქვენთან სასამართლო პროცესის გამართვას ბატონო ირაკლი არ ვაპირებ. კარგით, მაშინ ირაკლი ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა, თუ შეიძლება. ამ სტუდიაში, როდესაც თქვენი ჯექით, ჩემი სტუმარი იყავით, თქვით, რომ დეკანოზი მამალაძე არ იყო მარტო. თქვენ მაშინ საუბრობდით ჯგუფზე. თქვენ მაშინ მე ისიც მითხარით ერთ-ერთი ინტერვიუში, რომ თავის დროზეო სინოდში ერთმა გავლენიანმა ჯგუფმა ვერ მიიღო ერთ-ერთი სინოდის ხდომის შემდეგ სასურველი შედეგი და ამის შემდეგ დაიგეგმა ეს ყველაფერი. მითხარით, დღეს რა სურათი გვაქვს? თქვენი თვალით დანახული როგორია? მამალაძეს ააღებინეს საკუთარ თავზე, ან ააღებინებენ? მამალაძე არა დაასახელებს ვინმეს, ვიზეც თქვენ გაქვთ ინფორმაცია და ბოლო-ბოლო მოდით რა, ჟურნალისტები ვართ, პირდაპირ კითხავთ. შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მითხრათ, რომ ვიღაცას აფარებს გამოძიება ხელს? მე არ ვიცი გამოძიება აფარებს თუ არა ვინმეს ხელს, ან ექმნება თუ არა რაიმე უხერხულობა, მოდი ესეც ვთქვათ. ზოგადად რაც შეეხება მამა გიორგის მხრიდან დანაშაულის აღებას, მან ფაქტიურად აღებული აქვს თავის თავზე ეს დანაშაული. დღეს ჩვენ ვეღარ ვხედავთ მის ირგვლივ იმ ადამიანებს, რომლებიც ამაღებულები იბრძოდნენ, იგივე მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი გვაზავა, გორის მიტროპოლიტი და ასე შემდეგ. ეს ადამიანები გაქრენ, სად არის სოსო ხანაშვილი, როცა მის მეგობარს 20 წლიან, ასე ვთქვათ, რომელიც დაკითხვა
დაკითხული ყავს, ხო, გეთანხმებით, არის ეს კითხვა, თქვა ოხანაშვილი, რომელიც დაკითხულია, რომელიც აღარ არის პატრიარქის დაცვის უფროსი, უცებ აღარ ფიგურირებს არც როგორც დაუშვა დაკითხული და ასე შემდეგ, ანუ ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და უცნაურად საპატრიარქოში ჩვენ ნახეთ, რომ სრულიად ეს დაცვის სამსახური ფაქტიურად გამოიცვალა და როგორც ჩანს ამის რეალური საფრთხე არსებობდა და ეს დაინახა მათ შორის მისმა უწმინდესობამ და სინოდმაც, რომ პატრიარქი ასე ვთქვათ იყო საფრთხეში და აქედან გამომდინარე თქვენი აზრით ეს დაცვის გამოცვლა დიახ რა თქმა უნდა დაცვის სამსახურის უფროსის მოხსნა როგორ შეიძლება არ უკავშირდებოდეს ახლა ციანიდის საქმეს ხო ახლა ძალიან ალოგიკურები ვიქნებით რომ ესე არ ვივარავთ მას რატომ მხოლოდ გიორგი მამალაძე ირაკლი აი თქვენ როგორც მოწმეს ისე გეკითხები და როგორც ინფორმირებულ ადამიანს რომელმაც მე აქ ამ სტუდიაში მითხრა 2 თვის წინ რომ ის არ იყო მარტო იქ იყო ძალიან გავლენიანი ჯგუფი მოდი რა ასეთი ფაქტი მე შესავალში გავიხსენე ნეტგაზეთმა გადაიღო საიდუმლო შეხვედრის კადრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მეუფე დიმიტრის შორის ამ ამბიდან გავიდა არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ 8 დღე და 8 დღის თავზე თუ მერვე დღეს დაუმძიმეს ბრალი პროკურატურამ დაკავებულ დეკანოს შეიძლება ასეთი რამ სქემა წარმოვიდგინოთ ხელისუფლებამ და თქვათ იგივე სინოდის გარკვეულმა ჯგუფმა ვიზეც თქვენ საუბრობდით ერთმანეთში მოილაპარაკეს და მთელი ეს საქმე თავისი სიმძიმით დააწვეს მხოლოდ დეკანოს მამალაძეს და სხვა შენს მიერ დასახელებული გვარები აღარ გამოჩნდნენ საქმეში კი ბატონო, სავსებით შესაძლებელია, არსებობს ლოგიკა ნამდვილად, რომ ასე განვითარებულიყო მოვლენები, თუმცა მე ვფიქრობ, უნდა გააკეთოს პრემიერმაც და მეუფე დიმიტრიმაც განცხადება იმასთან დაკავშირებით, ასე მსახურებოდა ეს შეხვედრა. მათი საიდუმლო შეხვედრა მართლაც ღამის 11 საათზე. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ შესაძლებელია იმის გამო, რომ მამა გიორგიმ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაძლოა გამოძიებას დამოუკიდებლადაც ჰქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, მასალები მოპოვებული და ამიტომ გამოიყო საქმე ჯგუფთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერმა ამ მოცემულობამ რაც იყო, მიცა გამოძიებას იმის შესაძლებლობა, რომ მთელი ტვირთი დაწოლოდა მამა გიორგი და დღეს ასე ვხედავ. აი ამიტომ მე მინდა აი დღეს ისა ინგა ძალიან თქო მამა გიორგი ჩემთვის უცხო ადამიანი არ არის, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. გარდა იმისა, რომ ის მოძღვარია, ის არის სამი შვილის მამა და მის უკან დგას ოჯახი. აქედან გამომდინარე, მე მოუწოდებ მის ადვოკატებსაც. თუ არსებობს რაიმე შანსი საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, რომ მამა გიორგიმ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაასახელოს მის უკან ყოფი ადამიანები და ჯგუფის წევრები. აუცილებლად ეყოთ სინდისიერება და წავიდნენ ამაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ძნელი ადამიანი წავიდეს თითქმის ნახევარი, ანუ მისი სიცოცხლის ნახევარი უნდა გაატაროს ციხეში. კიდე ერთ კითხვას დაგისვამ და დარჩები შენ ჩვენთან და გექნება ჩართვის საშუალება მთელი გადაცემის განმავლობაში ჩანაწერები რომელიც შენთვის არ არის უცხო, აქ არ არის საუბარი მხოლოდ აუდიოზე, არის ვიდეო ჩანაწერებზე. ამ ჩანაწერებში ჯგუფის ის სხვა წევრები არიან, იყვნენ და რატომ არ ჩანან დღეს ამ დასკვნაში, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ. მე როგორც ერთ ადამიანს, ჟურნალისტს მაქვს ასეთი კითხვა, თუ ეს იყო ჯგუფი, რატომ მხოლოდ გიორგი მამალაძე? ინგა გამოყოფილია საქმე, მოდი ასე ვიტყვი რა და ცალკე მიმდინარეობს ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება. არ მისცა მამა გიორგიმ შესაძლებლობა გამოძიებას ეთანამშრომლა ნორმალურად და ასე ვთქვათ, სრული სურათი გამოკვეთილი. იმ ჩანაწერებში არიან სხვები, ირაკლი, ეს კითხე. მაგალითად სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი და მეუფე დიმიტრი სიძე არ გამორიცხავდა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რომ ყოფილიყო რაღაც ჩანაწერები მისი მონაწილეობით სადაც იგი რაღაც არ საუბრობდა რასაკვირველია ამ დანაშაულზე არამედ რაღაცა არც თუ ისე შეიძლება სასიამოვნო საუბარი იყო ეს მისი სიტყვები ანუ რომ მას ქონდა ასეთი მოლოდინი შენ რაც იცი იმ ჩანაწერებში იყვნენ ეს ადამიანები ინგა ვერ გიპასუხებ ამ მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, ამიტომ ვაცხადებ, რომ მამა გიორგის მე დაუდგები ბოლომდე გვერდში იმ მტკიცებულებებით, რაც არსებობს და რაც შეიძლება გაჩნდეს, თუ ის
თუ ის იტყვის და დაასახელებს დამკვეთებს და დაასახელებს იმ ადამიანს, ვისთვისაც მიქონდა მას სიარული გერმანიაში. ვინ იყო დამკვეთი? მითხარი ირაკლი, ეს ჯგუფი ამ ჯგუფს ესაუბრებს. ეს უნდა თქვას მან. ან მე რო ვთქვა მარტო, ან მან რო თქვას მარტო, ამას არანაირი ძალა არ ექნება, მაგრამ თუ ის იტყვის, ხო, ეს აუცილებლად გამყარდება არა მარტო ჩემი ნათქვამით, არამედ სხვა მტკიცებულებებით. და გამოძიებისთვის მიცემული გაქვს შენ ჩვენება ამ ჯგუფზე, რომ დაასახელოს, როცა ამბობ ეს ჯგუფი, ეს ადამიანები. კი, ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ მიცემულია ჩვენება და რა თქმა უნდა მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ მამა გიორგი მისმა ადვოკატებმა მთლიანად ჩააოხრეს ეს საქმე და შეიყვანეს ჩიხში. მამა გიორგი, თორე ზოგადად პროკურატურას ხეს არაფერი არ უშლის დღეს რომ დააყენოს 16 წლიანი განაჩენი თუ 20 წლიანი განაჩენი ამ საქმეზე. კარგი, იყავი ჩვენთან ირაკლი. იყავი ჩვენთან. მადლობა დიდი, იყავი ჩვენთან. მე არ გემშვიდობები ირაკლი მამალაძე, პროკურატურის მთავარი მოწმე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ უნდა დავიწყოთ უკვე მაგიდასთან საუბარი. მანამდე კი მე მინდა ვკითხო ეკა ლომიძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურის, ასეთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ ეკა. თქვენ გქონდათ საუბარი ციხეში მამა გიორგისთან. თქვენ იყავით შესული თავად ციხეში. რა შეგიძლიათ გაიხსენოთ აი ამ საუბრიდან? დღეს როცა ადვოკატი ამბობს რომ ის არ აღიარებს ბრალს, ერთია, როცა მისი ადვოკატი ამბობს, თქვენ რა გითხრათ მან? შეგიძლიათ მოგვიყვეთ. ბარგის გაჩხრეკასთან, დაგეგმილ ამ დანაშაულთან და მერე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ თქვენს გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობ. მე გახლავართ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია იმთავითვე ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში და ვიყავით შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც მოვინახულეთ მამა გიორგი მამალაძე, რომელიც ნომერ 6 დაწესებულებაში იმყოფებოდა და მინდა გითხრათ განსაკუთრებით საშიში, ასე ვთქვათ, კატეგორიის პატიმართა სამყოფელია ნომერ 6 დაწესებულება. პირველ რიგში ვიტყვი იმას შევედი 14 თებერვალი იყო როგორც მახსოვს, ანუ ბრიფინგი ჰქონდა ჩატარებული უკვე პროკურატურას და ამის შემდეგ იგი იმყოფებოდა, ანუ დადგუნული იყო, მინდა გითხრათ ძალიან, რადგან როგორც ყველამ აღიქვით და როგორც ყველამ გაიგეთ პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ გაუჩნდა განცდა ყველას, რომ მამა გიორგის ბრალდებოდა პატრიარქის თქვენს ასეთივე დასკვნა გააკეთეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ შევედით, მოვინახულეთ ადამიანი, მზად ვიყავით, რომ და დღესაც მზად ვართ დავეხმაროთ, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, ანუ ვერ როგორც უფლება დამცველი ამ შემთხვევაში ამ კუთხით საუბრობ. როდესაც ჯერ კიდევ 2 დღის დაკავებულია ადამიანი, მას აქვს მხოლოდ ბრალი წარდგენილი და მთელი საზოგადოება ამ შემთხვევაში და მაღალი თანამდებობის პირები გამოდიან და მას ასე ვთქვათ უკვე დამნაშავედ აცხადებენ, როდესაც ჩვენს ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის მომსწრენი გავხდით ყველანი, ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაწყებული, მათ შორის სახალხო დამცველიც, სხვათა შორის თავის ანგარიშიც კი ასახა, რომ აღნიშნულ საკითხს საკმაოდ მწვავე ადგილი დაუთმო სახალხო დამცველმა თავის ანგარიში. რა კითხვები გაგიჩნდა თქვენ? აი შეხვდით მას ესაუბრეთ და მე მაინტერესებს კვალიფიციური იურისტის უფლებადამცველის შეკითხვები. პირველ რიგში რაც მან მითხრა იყო, რომ რა თქმა უნდა ბრალს არ აღიარებდა და კიდევ ერთი რაც მითხრა, რომ ვერ მომიყვებოდა იმ ინფორმაციას და ვერ მეტყოდა საქმის დეტალების შესახებ, რადგანაც პროკურატურის მიერ იგი გაფრთხილებული იყო, რომ არ გაეხმაურებინა საქმის მასალები და ეს მეორე პრობლემა იყო, რომელიც მე დავინახე და რა თქმა უნდა ის რომ საქმის შინაარსის შესახებ იგი ვერ ისაუბრებდა, ამ შემთხვევაში ეს ჩემთვის როგორც უფლებადამცველისთვის იყო პრობლემა. მე წინა დღეს მოვისმინე პროკურატურის ბრიფინგი, სადაც პროკურატურა პირდაპირ ღიად ასე ვთქვათ, მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის მკვლელობის მოწამვლის მცდელობაში სდებდა ბრალს და მეორე მხრივ დავინახე ადამიანი, რომელსაც უფლება არ აქვს რომ ილაპარაკოს
ბოლომდე და მის უფლებადამცველებს, ადვოკატებს არ აქვთ უფლება, რომ საზოგადოებას ბოლომდე უთხრან ყველაფერი და ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რაც მათ აქვთ. მთელი 3 დღის განმავლობაში, 4 დღის განმავლობაში ჩვენ ასე ვთქვათ, შესაძლოა თავისუფლად მიგვეღო ტრაგედია, მას ყავს ოჯახი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ელემენტარულად როგორც მე ასევე თქვენს ალბათ გაგიჩნდათ განცდა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა და რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ეს ძალიან შოკის მომგვრელია. ძალიან დანაშაულს ეკლესია ვერაგულ თავდასხმას, ეს იყო კვირიკაშვილის სიტყვები, ეკლესია და სახელმწიფო როგორ გადაურჩა ძალიან დიდ დანაშაულს და ვერაგულ თავდასხმას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე ისაუბრა მთავარმა პროკურორმა და მთავარმა მოწმემ, რომელიც წეგან საუბრობდა პირდაპირ ეთერში ირაკლიმ, ის ალბათ კიდევ შემოვა მოგვიანებით ჩვენთან სასაუბროთ, თქვა რომ იგეგმებოდა პატრიარქზე ეს ყველაფერი პატრიარქის წინააღმდეგ და ამიტომ მივიდა ის თავისი აი ამ ინფორმაციით პროკურატურაში. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ანუ ვინაიდან მთელი დაკავების დღიდან მამა გიორგი მამალაძესთან ჩვენ როგორც ასე ვთქვათ მონიტორინგის კუთხით შევდიოდით და რა თქმა უნდა ვაკვირდებოდით მის მდგომარეობას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ჩვენ გქონდა კომუნიკაცია მის ადვოკატებთანაც საქმის დეტალებს და მასალებს არ ვიცნობ, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ვერც ერთ უფლებადამცველს, რომელიც მეტყვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თანასწორობის და შეჯიბრობითობის პრინციპი იყო დაცული მამა გიორგის საქმესთან მიმართებაში. ეკა, მე მოგვიანებით კიდევ დაგისვავთ კითხვას, რეკლამამდე გვჩება ძალიან ცოტა დრო და ამიტომ მოდით პირდაპირ გავალე ხარ რეკლამაზე, რომ მე აღარ შეგაწყვეტინოთ. მე შევახსენებ მაყურებლებს, ჩვენ საუბრობთ ციანიდის საქმეზე, პროკურატურამ უკვე დაასრულა გამოძიება და დამძიმებული ბრალი. ასე მოგვაწოდეს გუშინ წარუდგინეს დეკანოს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 16-დან 20 წლამდე. გჯერათ თუ არა ციანიდის ოფიციალური ვერსიის, ეს არის ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. კარგად ვერ ვხედავ ეხლა მე ამ წუთას პროცენტებს, თუმცა როგორც მეუბნება პროდიუსერი 77% ჩვენი მაყურებლის ამბობს, რომ მას არ ჯერა ოფიციალური ვერსიის, რომელიც პროკურატურამ დადო ბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ედიშერ ქარჩავა, ნანა კაკაბაძე, ლალი აფციაური, კახა კუკავა, მია ზოიძე, გიორგი ფანცულაია, ვანო პავლიაშვილი, ეკა ლომიძე და ირაკლი მამალაძე რეაქციაში რამდენიმე წუთში.